მოგესალმებით დღის მნიშვნელოვანი მოვლენებით ეთერშია ახალი ამბები ანჟელა ქავთარაშვილთან ერთად. დღეს სოფლად მცხოვრები ქალბატონების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე პირველად 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა. ის გაეროს გენერალური ასამბლეის 2007 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციით დაფუძნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ჩვენი კორესპონდენტი ნინო ჩორგოლიანი ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში დეკორატიული ქსოვილების სპეციალისტთან ნანა იმედაშვილთან იმყოფებოდა. ვნახოთ სიუჟეტი. ეს არის არასრული ფორმა, რომელსაც მოქარგვაც აკლია, ჯერ აი ამებში აკლია ეს დაწყებული მაქვს. შემდეგ უკვე სარჩული. 15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ თემატური რეპორტაჟი მოგვემზადებინა. დღეს ტელეკომპანია თანამგზავრის ობიექტივში ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენის მკვიდრი 32 წლის ნანა იმედაშვილი მოექცა. დაახლოებით 10 წელია ის თექაზე და ნაქარგებზე მუშაობს. ხელოვნებად მცოდნე ქალბატონის თქმით, საქმე, რომელსაც ის ემსახურება, საკმაოდ შრომატევადია, თუმცა საქმიანობის სიყვარულის გამო თავს კარგად ართმევს. თავიდან ესე 4 წელიც, 5 წელიც შეიძლება ითქვას, ჩემთვის სახლში ვაკეთებდი ესეთ პატარ-პატარა ნამუშევრებს. მე უკვე თავისთავად რაც ეს მაღაზიებში ვგზავნი, მაქვს შეკვეთები, სხვადასხვა ცეკვის ანსამბლებია, სიმღერის ანსამბლებია უნდათ ხოლმე. 10 წელიწადზე მეტია უკვე, რაც თლიანობაში ვარ ამ საქმიანობით დაკავებული. ნანა იმედაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა დაწესებულებების მხრიდან საკუთარ ნამუშევრებზე შეკვეთები საკმაოდ ხშირია. მისი თქმით, ქარგვას და თექაზე მუშაობას დაინტერესებულ ბავშვებსაც ასწავლის, რომლებიც ხელოვნების ამ დარგის შესასწავლად მასთან სახლში დადიან. ძალიან მოსწონთ სოფელში, რო თქვა, რომ ხშირი შემთხვევა ესე არ არის. ბავშვები გამოხატავენ ინტერესს, მყავს, ბევრი ბავშვები მყავს, სხვათა შორის 30-ზე მეტი ბავშვი მყავს აი ამ სოფელში. ახალგაზრდებსაც, გოგოებსაც, დიასახლისებსაც მოსწონთ ხოლმე მოდიან, სწავლობენ. ამჟამად ხლა აქ ისეთი არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ შეკვეთები მაქვს ისეთი, რომ ვერ ვასწრებ, ძირითადად მარტო მუშაობ და აი ზუსტად 2 დღის წინ მაქვს უკვე გაგზავნილი ერთი კოლექცია. დეკორატიული ქსოვილების სპეციალისტმა სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა. ნანა იმედაშვილის ნატრა საკუთარი სახელოსნო, სადაც საყვარელი საქმით დაკავდება. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, მას აღნიშნული საქმის განსახორციელებლად მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. მინდა მქონდეს ჩემი საკუთარი სახელოსნო, სადაც აი ესე გაფართოებული იქნება და ესეთი ადამიანები, არა მარტო მე როგორც ქარგვის სპეციალისტი, იქნება ქარგვა და თექის სპეციალისტი, მინდა იყოს ეს უფრო მეტად არიან გოგოები, ვისაც დიდი სურვილი აქვთ, რომ შეუძლიათ ნიჭიც აქვთ საამისო და უნარიც და აი დასაქმებულები იყვნენ. ბავშვებიც გვეყოლება, რა თქმა უნდა, უფრო გავაფართოვებთ და შეკვეთებსაც მეც მივიღებთ და უფრო აქტიურად ჩავერთვებით აი ამ პროცესებში. არის ოჯახისთვისაც ერთგვარი შემოსავლის წყარო, დამატებით შემოსავლის წყაროა. სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წლიდან აღინიშნება. გაეროს თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გადაჭრისთვის, როგორიცაა სიღარიბე და შიმშილი, ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების იგნორირება, მათი შვილების და მათ გარშემო არსებული საზოგადოების უკეთეს მომავალზე უარის თქმას ნიშნავს. სწორედ ამიტომ გაერომ გადაწყვიტა წელიწადში ერთ დღეს ყურადღება ქალების საჭიროებებსა და უფლებებზე გაამახვილოს. აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა დეკორატიული ქსოვილების სპეციალისტმაც. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და უნდა იყოს ეს დღე და კარგია რომ აღინიშნება რაღაცა სოფელში. ქალებს მაინც უფრო მეტად შრომაც უწევთ ხოლმე რაღაცა. კარგია რომ ეთმობა ამას ყურადღება. სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე პირველად 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა. ის გაეროს გენერალური ასამბლეის 2007 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციით დაფუძნდა.